Ყველას საფეხბურთო სალამი და მე ისევ დაგიბრუნდით ახალი უცხელესი ინფორმაციებითა და თემებით, რომლებსაც დღეს თქვენთან ერთად გავივლით. Თქვენ კი აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, ავიდეთ 2000 მოწონებაზე და თუ რაიმე მიზეზის გამო ჯერ არ ხართ ჩვენი არხის გამომწერი, ახლა შესაფერისი დრო არის, რათა მუდმივად იყოთ საქმის კურსში. შეგერგოთ ვინს ჭამთ და დავიწყოთ. ზურიკო დავითაშვილმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბორდო არ დატოვა და მინიმუმ სეზონის ბოლომდე ამ კლუბის ღირსებას დაიცავს. არა და იანვარში საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევის მოსალოდნელ ტრანსფერზე არც თუ იშვიათად იწერებოდა და ამის მთავარ მიზეზად DNCG-სთან ბორდოს ფინანსური ვალდებულებები სახელდებოდა. დაიწერა ისიც, რომ ზურიკოს გადაბირებით ორი კლუბი ინტერესდებოდა, რომელთაგან ერთი ცენტრალური აზიიდან იყო. სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ კი გამოცემა ეკიპმა ის ევროპული კლუბი დაასახელა, რომელსაც დავითაშვილის წაყვანა სურდა. როგორც ირკვევა ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე მოთხოვნა შვეიცარულმა ბაზელმა გააკეთა, მაგრამ უარი მიიღო. გამოცემა არ აკონკრეტებს ბაზელმა უარი კონკრეტულად ბორდოსგან მიიღო, ფეხბურთელისგან თუ ვინმე სხვისგან, მაგრამ აღნიშნავს, რომ შვეიცარელები ქართულ ნახევარმცველში 3 მილიონი ევროს გადახდაზე იყვნენ თანახმა. ზურიკო დავითაშვილი ბორდოში დინამო ბათუმიდან 2002 წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბში ჯერ-ჯერით გამოდიოდა. შემდეგ კი ხელშეკრულებაც გააფორმა, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდე ძალაშია. ქართულმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჟირონდელთა ღირსება ყველა ტურნირის 23 შეხვედრაში დაიცვა და 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოირჩა. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რომელ კლუბში ისურვებდით ზურიკოს ხილვას. ოფიციალურად გიორგი ჩაკვეტაძე დღეიდან ინგლისური უოტფორდის ფეხბურთელია. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი ბელგიურ გენს, რომელთანაც 2025 წლის ბოლომდე ჰქონდა ხელშეკრულება, აღარ ეკუთვნის. მოხარულები ვართ თავადასტუროთ იჯარით მოთამაშე ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე უკვე უოტფორდის კუთვნილებაა. მაგარია გიორგი, რომ ჩვენთან ხარ. წერს უოტფორდის ოფიციალური საიტი. გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდმა 2023 წლის აგვისტოში ერთი სეზონის იჯარით აიყვანა. ბოლო ხანებში ქართველმა ლეგიონერმა ჩემპიონშიპის გუნდის ძირითად 11-ულში დაიმკვიდრა ადგილი. ამიტომაც უოტფორდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მისი ტრანსფერის განხორციელება. უოტფორდის ოფიციალური საიტი არც ტრანსფერის ოდენობას წერს და არც ხელშეკრულების ხანგრძლივობას. თუმცა მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციებით, ინგლისელებმა გიორგის სანაცვლოდ გენს 2,5 მილიონი ევრო გადაუხადეს. კონტრაქტის ხანგრძლივობა კი სავარაუდოდ 3 წელიწადია. უოტფორდის რიგებში გიორგი 23 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ფეხბურთელი გენში დინამო ბათუმიდან ჯერ კიდევ 2017 წელს გადავიდა. მას მერე კი იჯარის წესით გერმანულ ჰამბურგსა და სლოვაკურ სლოვანშიც ითამაშა. ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური 22 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. ჩაკვე საკმაოდ კარგ ფორმაშია, როგორც ნაკრებში, ასევე მის ახალ კლუბში. ვფიქრობ ნათელია, რომ მას წარმატების მიღწევა როგორც ამ კლუბში, ასევე სხვა ნებისმიერ კლუბში შეეძლება. პრემიერ ლიგაში ასლო ძალიან დიდი ამბავი იქნება, თუმცა ვფიქრობ გიორგისთვის საკმარისია თავის კარგად წარმოჩენა და კვარას მსგავსად 5 მილიონად რომელიმე დიდ ევროპულ კლუბში გადავა. წარმატებები გიოს და იმედია თავისას მიაღწევს. ხუჩა კვარაცხელიას მომავალი კვლავ უცნობია და პრობლემები ხელფასთან დაკავშირებით კვლავ აქტუალური თემაა. ხუჩა კვარაცხელიასა და ნაპოლის შორის არსებული კონტრაქტის გაუმჯობესებაზე საუბარი დიდი ხანია დაწყებულია. იტალიური მედია კი პირველი შეთავაზების დეტალებზე წერს, რომელიც 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მხარემ ნეაპოლური კლუბისგან მიიღო. შეგახსენებთ, რომ ხუჩა კვარაცხელია ნაპოლისში 2022 წლის ზაფხულში დინამო ბათუმიდან გადავიდა და კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლის ივლისამდე გააფორმა, რომლის თანახმად სეზონში 1,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 2022-23 წლების სეზონში ნაპოლიმ სკუდეტო მოიგო. კვარაკი სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამის მიუხედავად ხუჩას ხელფასი ამ დრომდე კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. შედარებისთვის ვიქტორ ოსიმენის ანაზღაურება წლიური 10 მილიონია. როგორც ირკვევა კვარაცხელიას კონტრაქტის კორექტირებაზე კლუბის შეთავაზება ახლოსაც არ არის იმასთან, რისი მოლოდინიც ხუჩას და მის აგენტს მამუკა ჯუღელს აქვთ. მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას გამოცემა კალციო მერკატოს ჟურნალისტი მარკო ჯორდანო ავრცელებს. კლუბმა უკვე ოფიციალურად გააკეთა კვარაცხელიას კონტრაქტზე პირველი შეთავაზება, რომელიც სეზონში 3-4 მილიონ ევროს ოდენობის ხელფასს ითვალისწინებს. ფეხბურთელის გარემოცვის მოთხოვნა უფრო მაღალია, დაახლოებით 7 მილიონი სეზონში. შესაბამისად, მოთხოვნასა და შეთავაზებას შორის სხვაობა დიდია, დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.
სამწუხარო რეალობაა, რომ ქართველი ადამიანი ევროპაში იაფ მუშახელად ითვლება. არ მეგონა, რომ ეს ფეხბურთზეც გადავიდოდა, რადგან ფეხბურთში ფასდება ტალანტი და წვლილი წარმატებაში. აქედან გამომდინარე, თუ ოსიმენის მსგავსად არა კვარაცხელიას მხრიდან მოთხოვნილებაზე დადებითი პასუხი უნდა წამოსულიყო და ქართველის ანაზღაურება 6-7 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო. თუმცა დე ლაურენტისისთვის კვარა იაფი მუშაფეხია. ჩემი დიდი ვარაუდია, რომ კვარა ნაპოლის დატოვებს თუ რაიმე რეალური შემოთავაზება იქნება და გარანტია, რომ სათამაშო დროს მიიღებს. ბევრი თან ხვდება, რომ კვარა უფრო მაღალ გასამრჯელოს იმსახურებს, მაგრამ ასე არ ფიქრობს ნეაპოლელი ჟურნალისტი ფრანჩესკო მაროლდა. როგორც მან თქვა, თუ კვარას მაღალი ხელფასი სურს, უკეთ უნდა ითამაშოს. თუ ფეხბურთელს უფრო მაღალი ხელფასის ამბიცია აქვს, მაშინ განსხვავებულად თამაში უნდა დაიწყოს, ვიდრე ბოლო კვირებში მის გამნახეთ, თქვა მაროლდამ. გაანახლებს თუ არა ხვიჩე კვარაცხელია ნაპოლისთან კონტრაქტს და როგორი იქნება მისი ახალი ხელფასი. ეს საკითხი უკვე დიდი ხანია მედიისთვის აქტუალურია, ამჯერად კი აღნიშნულ თემაზე კომენტარი Sky Sports-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნიომ გააკეთა. ის ფიქრობს, რომ თუ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, არაა გამორიცხული კლუბმა ქართველს არათუ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივოს, არამედ საერთოდ გაყიდოს. კლუბის ეკონომიური მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზეც იქნება დამოკიდებული, ასე რომ თუ ნაპოლი 4-ში ვერ შევა, შეიძლება ბიჭს სხვა გუნდებიდან ბევრი ცდუნება კონდეს, თქვა მოდუნიომ. შეგახსენებთ, რომ ხვიჩე კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ნაპოლი ამჟამად სერია A-ში მე-9 ადგილზეა, მაგრამ 4-თან ჩამორჩენა ბევრი არ არის, სულ რაღაც 4 ქულა. გავლენიანი სპორტული სააგენტოს ფუტბოლ ტრანსფერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლი და კვარაცხელია ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ არსენალმა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიონ. მეტოფეები ქართველი გარემარბის შეძენით აქტიურად ინტერესდებიან. ნაპოლის ქართველმა სუპერვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მისი საფეხბურთო კუმირის კრისტიანო რონალდუს შესახებ ისაუბრა. რონალდუ როგორც ფეხბურთელი ძალიან დიდია და მას იმიტომ ვაღმერთებდი, რომ როცა ყავს ოპონენტი როგორც მესია და თითქმის ყველა სეზონში ერთ დონეზე იყვნენ ხოლმე. ძალიან რთულია კონკურენცია გაუწიო, იმიტომ რომ ადამიანი დაიბადა იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშოს. შენ კი ამ ადამიანს კონკურენციას უწევ. ბევრს კი შენ ურჩევნი ხარ. ამის გამო ვაფასებდი მისი პროფესიონალიზმი თამდენს რომ მიაღწია. თან ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომ რთული ცხოვრება ჰქონდა. ჩემთვის აიდოლი იყო და ძალიან ბევრი სიამოვნება მომანიჭა მისი თამაშით და მისი გოლებით. არაბეთში წასვლის შემდეგ მის თამაშს ვეღარ ვუყურებ, თუმცა გოლებს ვნახულობ ხოლმე, თქვა კვარამ. როგორც ჩანს, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის კილიან მბაპეს საგა მადრიდის რეალთან დასასრულს მიუახლოვდა. მარკას ცნობით კილიანი თებერვალში გააკეთებს განცხადებას, რომ არ ახანგრძლივებს ხელშეკრულებას პარიზელებთან. რეალი მზადაა იმისთვის, რომ მსოფლიოში 3 ყველაზე ძვირიანი ფეხბურთელი შეინახოს: ვინისიუსი, ემბაპე და ჯუდ ბელინგემი. რეალში თვლიან, რომ ამ ზაფხულს მბაპეს შეძენის ბოლო შანსია. გრანდის წყაროებიდან გამომდინარე ცნობილი გახდა, რომ კილიანის ტრანსფერზე თითქმის არც საუბრობდნენ წინა კვირებში შეკრებებზე. ახლა კი ოფისში მხოლოდ და მხოლოდ დონატელოს ტრანსფერზეა საუბარი. დაწერეთ, რას ფიქრობთ ფრანგის ტრანსფერზე მადრიდის რეალში, ღირს თუ არა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირება, დიდი ხელფასის გადახდა და გასახდელში სიმშვიდის გარისკვა, რადგან როგორც მოგეხსენებათ, მბაპე ტოქსიკური ახალგაზრდაა და რამდენად კარგით შეიძლება იყოს ეს ტრანსფერი, იგივე მასშტაბის ცუდით შეიძლება აღმოჩნდეს. საინტერესოა მადრიდისტების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. დღეისთვის კი სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ და აბა წარმატებები.